დავიწყეთ მე და მალხაზი პროგრამის სკოლაში წამიყვანა, მაშინ სტუდენტი ვიყავი, ჩვენ ერთად ვსწავლობდით, ის ცოტა წინა კურსზე იყო და როცა მან პირველად გამოიყვანა ანსამბლი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში, დიდი წარმატება იყო მაშინ ცეკვა ქალვაში და მოხელო. მე ძალიან გამიხარდა, რომ ნახე ლევანდელ დღეს, აი ეს ემოცია. მე მინდა დიდი წარმატების მიაღწიო ყოველთვის. ამას დიდი წარმატება არ არის, რომ შენ დღეს საკუთარი დარბაზი, რომელსაც ალბათ ბაბუაც ოცნებობდა, ის ბაბუაც ოცნებობდა და შენი საყვარელი მამა, რომელიც მთელი ჩვენი ახალგაზრდობის წლები თითქმის ერთად გაგვიტარებია. იმას მე მინდა ლევანდელი რაკი დაემთხვა მის დაბადების დღეს, მას მე მინდა წუთიერი დუმილით მალხაზის სახელს პატივისცეთ და წუთიერი დუმილით ყველა თავმოყრით ცეთმის სოვნას პატივი. დიდი მადლობა უთხრა ამ დიდებულკას იმისათვის, რომ აი ეს მამის სახელი საშვილიშვილო დარჩება უხვების გვარში. და აი ეს დათომი და წარმატებები ისო. დიდი წარმატებები და სულ წინსვლა ბავშვებო. დიდი მადლობა ბავშვებო შემოქმედებით. წარმატება არ არის მართლა დათოს და მისი ოჯახის წარმატება. ეს ყველა ჩვენთაგანის წარმატებაა და ქართული ცეკვის წარმატება არის. მე მინდა ვთქვა, რომ ვიხმარო ერთი ტერმინი, დათო არა მარტო ნიჭიერი და კარგი სახელოვანი ქორეოგრაფია, დავამატო ამას, რომ დათო არის ძალიან ჭკვიანი ქორეოგრაფი, ძალიან ჭკვიანი პიროვნება, მას აქვს წინ გახედული პერსპექტივა და ყველაფერი დღეს რაც ჩვენ ნახეთ, ეს არის ამის დასტური. და მე ვფიქრობ, რომ სამომავლოდ ეს ძალიან დიდ სახეს მიიღებს, თუ დღეს აწერია მას სტუდია, აწერია ანსამბლი, ეს შეიძლება გახდეს სამომავლოდ უმაღლესი სკოლას კი ქართული ცეკვის და ქართული ქორეოგრაფიის. მე მიხარია და მახარებს ის ამბავი, რომ დათო არის როგორც სათულმა ანგულმა აღნიშნა, ღირსეული წარმომადგენელი, ღირსეული შვილი იმ ქორეოგრაფიული ოჯახის, ჯერ თავისი მამის, თავისი დედის ხელოვანთა ოჯახიდან არის, თავისი ბაბუა, ბებია ორივე მხრიდან, მშობლების მხრიდან, როგორც დედის, ასევე ხალბატონო დოდო. ძალიან დიდი მადლობა, რომ არის ესეთი თქვენი შრომა და დათოს აღმოჩენაში აი ეს გამოდათან გამარჯობა, მრავალი გამარჯობა. დღეს ყველა შეხედული ჩვენი დათოს წარმატების გასაზიარება. ძალიან მიხარია სოფლა გათხოვნა და მე დღეს მოხარული ვარ და ყველა ჩვენთაგან რომ დათომ გააკეთა ის, რომელსაც ბევრი ვერ გააკეთა შემოგვიყვება. შენ მოусვენარი პიროვნება ხარ, კარგი გაგებით გავიგე და დაახლოებით 15 წელიწადია ეს კაცი ფიქრობს ამ თავის უდიდეს შეხვედრაზე და რატო? მას აქვს გვერდზე უდგას აი ბაბუა, ბატონი ჩიჩიკო, ოხვა და მე აუცილებლად გაიოს გავხსენებ გოგოლიზეს. ესე იგი თქვენ წარმოედგინეთ, ეს არის შვილი ორი მუბერაზი ქორეოგრაფის. შვილი და მინდა დავამატო კიდევ ერთი რამ, რომ აი დღეს რასაც ვხედავთ ჩვენ აქ ბატონი მალხაზის სული ტრიალებს. შემო დათო შენ ცხინვალი ადამიანი ხარ, რომ მამაშენს გაუკეთე ეს ყველაფერი და შენს გვარს გაუკეთე ეს ყველაფერი და ბატონმა მემა მეგობრებმა უჩამდა ჩემო ამბული კარგად თქვეს, რომ ქორეოგრაფიის კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაიღო. ისთვისაც ყველა მადლობას გიხდით ჩვენ და მინდა აი წარმატება ყოველთვის თქვენთან ყოფილიყოს. ყველა ბავშვების და ქართული ქორეოგრაფიას აი მინდა მივმოწმო, რომ აი კარგი ნაბიჯი გადაიდგა თქვენს მხრიდან. მინდა მოგიყვება. ის სოციალია დღეს და მე მადლობა ასახელებ. ბატონო დავით
საქართველოში ეს შეწყობა არის ესეთი ეს გრანდიოზული საფრთხე არა მარტო პიროვნულად მაგრამ ახლა პასუხისმგებლობა აქვს ახლა ისევზე ეს ქორეოგრაფიის წევრები ვინც არ არიან ის არავინ არ შეიძლება ამიტომ თექნიკური და ისული წარმატებებს სიკეთით აი ბავშვებთან ერთად გახარებული გეუბნო სამშობლოზე და საქართველოს სახელი ყოველთვის გაგეტანოს საზღვარგარეთ. ვიხარე სიკეთით და თექნიკური შეფასება. ჯიმი მუსიკალურ პედაგოგებს ჩემს გავაკეთე მაგრამ ძალიან სასწაულო მიხარი ყველაზე ძალიან ის რომ აი ეს კიდევ ერთი ლამაზი შენობა ხელოვნების ასე ვთქვათ ეს ლამაზი მე თვითონ კარგია ვიზუალურად თუ აქ საუკეთესო მოგაიზარდა და დიდი მადლობა გატოს და ძალიან დიდი გული და დიდი სული თუმცა იმიტომ რომ საქართველოში გასწრებული შეიძლება ესეთი ლამაზი კულტურული და აი ყველაზე გული ჩადებული ეს გასასწორებო ჩვენი მოსახლეობის და ეს მეტყველთ ეს საქართველოს აგატია რომ არ დაიკარგა არჩევნი და არჩევნი ქართული სულა ლამაზად მადლობ ყველაფერთვის და პირველ რიგში მადლობა მოსახლეობის შემოყვანილებს საბაზია და ყველა მივიბაზოთ შეძლებოდა რომ ვაკეთოთ ეს ქართული საქმე, ქართული ქორეოგრაფია და ასე შემდეგ.
ესეთი სტუდია საქართველოში არ არის. ეს არის ერთადერთი პირველი უამრავი საკუთარი სტუდიები არის. ეხლა ჩვენ მეგობრებს აქვს უამრავს, მაგრამ ესეთი ლამაზი, ესეთი აი თანამედროვე, ესე კარგად და ლამაზად გაკეთებული პირველი სართული, მეორე სართული, მესამე სართული და წინვალე რამბილა და როგორც არის სასიამოვნო გული გაგინახდება. ბავშვი შემეყვარ, სულ არ წეყავდეს, არასწავლო ისე ისწავლის ეკვას. ყველანაირი კომფორტია მოწყობილი. აი სახელმწიფო ანსამბლი საქართველოში არ აქვს ესეთი პირობები როგორც აქ. მე ნამდვილად სულ წესვლამენი და გისურვო და წარმატებები გახარებული ყოფილიყავ. შენ გაახარე ზუსტად რიბოხვების სახელი აი წინაპრების აი შენ ბაბუის ერთის მეორე ბაბუა დეფასიო ჯანტურო ბებია შენ მამიკო ნამდვილად გული ნამდვილად გახარებული მე მიხარე ნამდვილად რომ არ საშვილი შვილო და გაკეთებოდა აი შენ მასწავლებელი როგორი ამას გულებს გავს როგორი ამას აი ხა არა ამასა და ესეთი ამის მერე უკვე შრომა საჭირო უფრო ბავშვების დასაწყისად. ამისათვის რა არის? ეს არის ზარმარი. შენ ნაბიჯები მამაჩემის დაბადებისდე და სწორედ მე ეს დღესასწაული დღევანდელი მივუძღვენი მამაჩემის უსოუნას. ეს მითოდა გამაკეთებინა ძალიან დიდი ხნის მანძილზე და სწორედ დავამხვიე აი ამ დღევანდელ დღეს. ამ ჩვენი ლამაზი სტუდიის გახსნა და მოდით სვლა არ დავიწყება იყოს ამ ლამაზი ადამიანის, რომელიც ყველგან კარგი იყო. მეგობრებშიც, უბანშიც, სადაც შეყავდა და ყველა ადამიანმა. სვლა არ დავიწყება იყოს. და ყველა სასწაულს შევეცდეთ თავისი მშობლით და ინტერნაციონალი გავდა. ეს გამოდიოდა ჩვენ აიყო ნორმალი კოლეგებია. ეს მონასტერია მიღებული აწარმოებს. მონასტერში მუსიკოსებს აწარმოებს და ისოაც. აი რაც გიგებო დამოს. არბაზ მოსამდე პოლიციაში აი. ჩემთან მოდიოდა.
კავშირი